ჰერეთი დღეს მაუწყებლობას წვეთს. კომპანიის თანამშრომლები 15 საათზე მდუმარე აქციას გამართავენ. მოგესალმებით, ახალ ამბებს გიორგი ალადეშვილი გაგაცნობთ. რადიო ჰერეთი დღეს მაუწყებლობას პროტესტის ნიშნად ერთი დღით შეაჩერებს. ჰერეთის თანამშრომლები 15 საათზე მდუმარე აქციას გამართავენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შენობასთან და ამ ფორმით გააპროტესტებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თბილისში რადიო მაუწყებლობის ლიცენზია არა ჰერეთს, არამედ ენერჯი გრუპს გადაეცა. სოციალურ ქსელში ჰერეთის თანამშრომლები განცხადებებს ავრცელებენ. დღეს ყველა ჰერეთელი და დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი ვიკრიბებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ჩვენი პროტესტის გამოსახატავად 15 საათზე მშვიდობიანი მოთხოვნით ლიცენზია ჰერეთს. გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ დღეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სოციალური ქსელის მეშვეობით ჰერეთის თანამშრომლები ავრცელებენ. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად თემატური მრავალფეროვნება ყველაზე მეტად სწორედ ჰერეთის მიერ წარდგენილ კონცეფციაში იყო უზრუნველყოფილი. ამიტომ კომისიის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ჰერეთის თანამშრომლებისთვის. სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, სახალხო დამცველს, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მედიას და არასამთავრობო სექტორს მიმართავს. ციტატა: უმორჩილესად გთხოვთ დაუყოვნებლივ ჩაერთოთ აღნიშნულ პროცესებში და გამოიძიოთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული პროცესები, რომელიც ყოვლად შეუსაბამოა საქართველოს კანონმდებლობასა და კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობებთან. ველით თქვენს მხარდაჭერას და ჩართულობას აღნიშნულ პროცესში. იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ კანონის უზენაესობა და ღირებულებები, რომელიც ფუნდამენტურად დაფუძნებულია დემოკრატიულ საწყისებზე, იქნება მთავარი ამოსავალი წერტილი თითოეული თქვენთაგანისთვის. ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც ჰერეთმა 50-მდე ორგანიზაციას გაუგზავნა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. რამდენიმე წუთში რადიო ჰერეთის მაუწყებლობა შეწყდება. ჰერეთის თანამშრომლები 15 საათზე მდუმარე აქციას გამართავენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შენობასთან და ამ ფორმით გააპროტესტებენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თბილისში რადიო მაუწყებლობის ლიცენზია არა ჰერეთს, არამედ ენერჯი გრუპს გადაეცა. ჰერეთის მაუწყებლობა ხვალ დილიდან განახლდება. მე დროებით გემშვიდობებით.